თინა ბოკუჩავა, კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ერევნიდან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან. მოგესალმებით თინა, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. აქვე უნდა ვიკითხო შეფასება, არ ვიცი რა უნდა ვიკითხო ქვეყანაში, სადაც გამოაცხადეს, რომ დღეს სამი პარტია უნდა აკრძალონ საკონსტიტუციო არჩევლში, ნაციონალური მოძრაობა რომ იქნებოდა ეს ეჭვი არავის ეპარებოდა. სამიზნე იყო თქვენზე გასწორებული თავიდანვე, მაგრამ მუქარა დღეს ფაქტად აქციეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გამოგვიცხადეს, რომ საკონსტიტუციო არჩევლში ჩაწერეს სამი პარტიის აკრძალვის შესახებ. მოგესალმებით სოფო, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ევრონესტის სესიაზე. ევრონესტი მოგეხსენებათ, რომ არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ანუ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთთან ევროპარლამენტის ფორმალიზებული და ინსტიტუციონალური ერთადერთი თანამშრომლობის ფორმატი. ზუსტად ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, სადაც საუბარია მოლდოვას გაწევრიანების პროცესზე, უკრაინის გაწევრიანების პროცესზე და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არამც თუ საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრობენ ევროკავშირში, არამედ საერთოდ არ იმყოფებიან სხდომაზე, იმიტომ რომ საქართველოს დღეს რეალურად არ ყავს ხელისუფლება, საქართველოს დღეს მართავს რეჟიმი, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ ჩაიხერგოს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ ვართ აქ წარმოდგენილი საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რატომ? იმიტომ რომ ევროპაში საქართველოს ქართულ ხალხს თავისუფლების მოყვარე პროევროპელ ქართულ ხალხს ელოდებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, ან ქართულმა ხალხმა და ჩვენმა ევროპულმა მისწრაფებებმა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლიდანაც ახლა რამდენიმე წუთით გამოვედი, იმისთვის, რომ თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მქონდეს, ჩვენ ასევე გვექნება გამოსვლის შესაძლებლობები და იქ ვისაუბრებთ სწორედ პაპუაშვილის ამ გაბროტებული ჯამბაზის დღევანდელ გამოსვლაზე, რომელსაც სერიოზულად, რა თქმა უნდა, არავინ არ იღებს, ვერ გააუქმებს, ვერც პაპუაშვილი, ვერც მათი კენგურუ სასამართლო, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოდ მოიხსენიებენ და სინამდვილეში ისეთივე პოლიტიკური წარმონაქმნია ივანიშვილის ხელში, როგორც თავად შალვა პაპუაშვილი და ისეთივე მონურ მორჩილებაშია, როგორც შალვა პაპუაშვილი და ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც თავად შალვა პაპუაშვილი, ამიტომ ვერავის და ვერაფერს ვერ გააუქმებენ, მათ შორის ვერც ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ რომ პარტია ზოგადად არის ადამიანების ერთობა, ადამიანების, რომლებიც ერთიადებიან ღირებულებების, ფასეულობების, მიზნების და მისწრაფებების ირგვლივ და ეს მიზნები და მისწრაფებები და ღირებულებები არის საქართველოს უკეთესი მომავალი, ის რომ ამგვარ შეხვედრებზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს ევრონესტის ფორმატში, საქართველო წარმოდგენილი იყოს ღირსეული ხელისუფლებით, რომელიც გაატარებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რომელიც შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში და ეს იმდენად დიდი და დიადი მიზანია, რომ ამის განადგურება, გაცამტვერება, აკრძალვა და ლიკვიდაცია ვერ შეგრძლო თავად პუტინმა და ამას რა თქმა უნდა ვერ შეძლებს ვერც გაბოროტებული ჯამბაზი შალვა პაპუაშვილი, ვერც მისი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ვერც კიდევ ერთხელ მეორე მისი დაკვეთების შემსრულებელი ვლადიმერ პუტინი, იმიტომ რომ ამ ფორმატშიც ძალიან ბევრჯერ ისაუბრეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა და ასევე ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ესწრება უპრეცედენტოდ მაღალია, მინდა გითხრათ, მათ შორის ევროპარლამენტარების მხრიდან მონაწილეობა ევრონესტის შეხვედრაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არის ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ და დიდი ინტერესი გაფართოების პოლიტიკის მიმართ და ყველა ამბობს იმას, რომ ეს კომისიის ეს ვადა უნდა იყოს გაფართოების ვადა, რაც ნიშნავს ეს, რომ უკრაინა და მოლდოვას აუცილებლად მიიღებენ ევროკავშირში და საქართველოსაც ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, ამიტომ ეს კრიმინალთა ბანდა ჩვენ დროულად უნდა მოვიშოროთ და მე გარწმუნებთ, რომ ამ შეხვედრებზე ჩვენ უკვე ვიქნებით წარმოდგენილი არა როგორც დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არამედ როგორც ლეგიტიმური
ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს ამაყი ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეყავს ევროკავშირში. დიდ ყურადღებას, ასე ვთქვათ, ამ გაუქმების გადაწყვეტილებას მე პირადად სიმართლე გითხრათ არ ვაქცევ, შეგვიძლია. არა. ხო და აი ზუსტად ეს მინდა გითხოთ, პოლიტიკურად რა შედეგები შეიძლება კონდეს თინა ამას გასაგებია რომ ქვეყნის გარეთ ამას შეიძლება ნაკლები შედეგი კონდეს, იმიტომ რომ მაგალითად ნაციონალური მოძრაობა IPP-ის წევრია და არ მგონია IPP ახლა ნაციონალური მოძრაობა გარიცხოს ან რამე მოიმოქმედოს, იმიტომ რომ აქ ხვდებიან რომ ავტორიტარულ რეჟიმებში აუქმებენ ხომ პარტიებს და ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ აი რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება კონდეს ამ აკრძალვას თუ ეს აკრძალვა დადგინდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ანუ ივანიშვილი ამბობს რომ ამათ ყავთ ბევრი ამომრჩეველი, პირდაპირ თქვა დღეს შალო პაპუაშვილმა რომ ამ პარტიებს აქვს პოლიტიკური ზეგავლენაო და პატარა პარტიები კი არიან დამნაშავეებიო, მაგრამ მათ პოლიტიკური ზეგავლენა ჯერ არ აქვთო და თუ გაუჩნდებათ იმათაც აკრძალავთო, ანუ ძალიან პირდაპირ თქვა მიზანი, ეს ნიშნავს რომ ის ყველ შემდგომ არჩევნებზე თუ ის ამას ჩანიშნავს თავის სტრუქტურებითა და გეგმის მიხედვით, მასაც ხომ აქვს გეგმა ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ გაძლევთ, ეს არის პოლიტიკური შედეგი და საერთოდ რა აზრი აქვს იმ არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც ასეთ პირობებში ჩანიშნავს ივანიშვილი? ხო, რა თქმა უნდა, ხა მისი გეგმა ეს არის, მაგრამ სოფო ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება თითოეული პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური გაერთიანებისთვის, რომ ჩვენ ან მივიღებთ ივანიშვილის წესებს და ვიმოქმედებთ მისი დღის წესრიგით ან თავად დავადგენთ დღის წესრიგს. თუ ვიმოქმედებთ ივანიშვილის წესებით, უბრალოდ უწესობით და მისი დღის წესრიგით, მაშინ ჩვენ ყოველთვის წავაგებთ, იმიტომ რომ საკუთარი წესებით, საკუთარი შულერობით, საკუთარი ტრიუკებით, როგორც თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სიტყვაა და მთელი ამ წლების მანძილზე ის საკმაოდ წარმატებით მანიპულირებდა მისი ამ ტრიუკებით, ხრიკებით, ხო? ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. თუ მისი დღის წესრიგით ვივლით ეხლაც ამ აკრძალვას ჩვენ თუ მოცემულობად რაღაც ფეტა კომპლით მივიღებთ და მის წესებს მივიღებთ, მაშინ ყოველთვის ის მოიგებს. მე ამიტომ ვიძახი რომ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, თქო ჩვენ უნდა დავადგინოთ დღის წესრიგი, ჩვენ უნდა შევქმნათ დღის წესრიგი, ჩვენ უნდა შევქმნათ თამაშის წესები და მაშინ გავიმარჯვებთ. ახლა რაში მდგომარეობს ჩემი აზრით ეს და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ჩვენ მკვდარი თევზებივით კი არ უნდა მივყვეთ ივანიშვილის რუსკოცურ დიქტატურის მიერ დადგენილ წესებს, რომელიც სინამდვილეში არა მხოლოდ პარტიების და პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიის, არამედ საქართველოს მომავლის განადგურებას ემსახურება, საქართველოს როგორც სახელმწიფოს განადგურებას ემსახურება. ამიტომ ჩვენ უნდა დავადგინოთ დღის წესრიგი და რაში მდგომარეობს ეს? ეს მდგომარეობს ამ ცირკის, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ცირკი, ახლა ვინ იღებს სერიოზულად ამ ჯამბაზის დღევანდელ გამოსვლას შალვა პაპუაშვილის სახით. ეს ცირკი ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც უდიდესი შესაძლებლობა და ზოგადად ეს არის მე ვფიქრობ სწორი ფილოსოფია ადამიანებისთვის, ანუ პოლიტიკაშიც და ზოგადად, რომ ყველა გამოწვევა თუ სწორად მართავ ამ გამოწვევას და სწორად გაიაზრებ და მათ შორის გაქვს რაღაც თვითრეფლექსიის უნარი, არის შესაძლებლობა და ნამდვილად ეს არის უდიდესი შესაძლებლობა. რისი შესაძლებლობა? შევქმნათ სწორი ერთობა. მე ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ არჩევნებამდე სოფო, ჯერ კიდევ და არჩევნებში რა თქმა უნდა არ გულისხმობ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას, რომელშიც ლელომ გადაწყვიტა რომ შესულიყო და ვხედავთ რომ ამგვარი რაღაც თანამშრომლობის აქტიც კი არ გახდა მათ თქვის ერთგვარი რაღაცა დაცვის მექანიზმი გაუქმებისგან და იმიტომ რომ ესეთი ცინიკურია ხო ზოგადად რუსული რეჟიმი და ეს აი პუტინიზმისთვის დამახასიათებელი ცინიზმია ზუსტად და სხვათა შორის მე მახსოვს, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ ლელოს ლიდერები, ჯერ კიდევ მაშინ სოციალურ ქსელში წერდი და ტელევიზიითაც მისაუბრია ამაზე, რომ ზუსტად ამას გააკეთებს ივანიშვილი, შეათრევს, ასე ვთქვათ, ლელოს ამ რუსულ სპეცოპერაციაში, არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, შემდეგ დაიჭერს, შემდეგ გამოუშვებს და კიდევ უფრო მათ გამოშვებას კიდევ უფრო შერაცხავს ამით, ხო, როგორც კოლაბორაციონიზმს, მაშინ როდესაც სხვა პოლიტიკურ ლიდერებს დატოვებს ციხეში და ასე
ასე შემდეგ, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის რუსული თამაშის წესები, რომ ეშმაკი რაღაც თავის წესებზე გითანხმებს და მერე ბოლომდე გამხელს მასთან თანამშრომლობაში. ესეა, ესე მუშაობს პუტინისტური რეჟიმები და ეს გაუკეთა ლელოს, ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთგვარი რაღაც მაგალითი და გაკვეთილი იქნება უпростоრად ლელოსთვის და ახლა მაინც მიიღებენ იმ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ამას ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოგებით, ახლა ყველა ადამიანები ვართ, კი რა თქმა უნდა პოლიტიკაში გაცილებით უფრო მაღალია პოლიტიკური და მორალური ფასი შეცდომების, იმიტომ რომ უდიდესი ანგარიშვალდებულება გაქვს ამომრჩეველთან და მოქალაქესთან და ქვეყანასთან განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში, როდესაც მართლა ქვეყნის ბედი წყდება, თუმცა შეცდომის აღიარება ჩემი აზრით ყოველთვის სწორია ნებისმიერ მომენტში და მათი მხრიდან ამგვარი საჯარო განცხადება და გადაწყვეტილება რომ არ მიიღონ ეს ივანიშვილის მხრიდან რუსული სპეცოპერაციის შედეგად დარიგებული და გადაგდებული ლელოსთვის ერთეული მანდატები სხვადასხვა არალეგიტიმურ საკრებულოებში უარი თქვან ამ მანდატებზე და აირჩიონ წინააღმდეგობა და ბრძოლა. გამოსავალზე საუბრობდით თქვენ და შესაძლებლობის გამოყენებაზე. წარსულის შეცდომებზე თუ სხვადასხვა სტრატეგიებზე ბევრი გისაუბრიათ ყოველ ბევრ ეთერში თქვენს მათაც ეს რაღაცნაირი ეტაპი რომელმაც დაყო მაინც ეს პოლიტიკური სპექტრი დარჩა წარსულში, ხომ? აი რა შესაძლებლობაზე საუბრობთ? ძალიან მნიშვნელოვანი ერთობის შესაძლებლობა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ერთობა? პარტიები გაუქმებულია, ანუ რაღაც ერთობა პარტიაში, თუ ერთობა სამოქალაქო ჯგუფებში? მოძრაობაში, რატომ? იმიტომ რომ აქაც ივანიშვილი რაღაც კონკრეტულ წესებს და არალეგიტიმურ კანონებს კვლავ დაადგეს და ითქვის რომ გაუქმებული პარტიის ანუ მათ მიერ ხო უსამართლოდ არაკონსტიტუციურად გაუქმებული პარტიის თავმჯდომარეს მაგალითად არ აქვს უფლება რომ შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია. ანუ მე ამ შემთხვევაში ხო და ჩემნაირ ბევრ სხვა ადამიანს. ჯერჯერობით პერსონებზე არ წავიდნენ, მიხვდნენ მე მგონი რომ ეგ ვერ გამოუვიდოდათ, კი ბატონო. პერსონებით არ წავიდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მომავალში არ წავიდნენ ეს მხრივ. ხო და მეორეს მხრივ ის რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების დარეგისტრირებაში ხელშეგიშვიან იგივე ხა თავისუფლების მოედანს მაგალითად არაძლევენ საერთოდ რეგისტრაციის შესაძლებლობას და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საერთოდ რა აზრი აქვს ამ ფორმალობებს როდესაც დიქტატურაში ოპერირებ აზრი აქვს იმას რომ შენ მოიპოვო შენი მოქალაქეების ნდობა აზრი აქვს იმას რომ შენ ადამიანები დაარწმუნო რომ შენ ხარ რეალური ალტერნატივა და ძლიერი ალტერნატივა აი დღევანდელმა განცხადებამ და თქვენ ძალიან სწორად სწორი ინტერპრეტაცია შესთავაზეთ მაყურებელს იმ ერთგვარი რაღაც წამოწდენის რაც პაპუაშვილს ჰქონდა ხო სინამდვილეში არანაირი სამართლებრივი ბუნებრივია საფუძველი არ არსებობს ამ გადაწყვეტილების სინამდვილეში ეს უკავშირდება ივანიშვილის პარანოიულ შიშს რომ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული ამომრჩეველი და მხარდაჭერა და ძალა და რომ ამ ძალამ ერთ დღესაც მას მართლა არ დაამარცხოს, ხო? კი ბატონო. ამიტომ მას რადგან ძალის ეშინია, სწორედ ძალით უნდა დაუპირისპირდეს. დიდი მადლობა. ამ ძალის მოპოვება ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ერთიანობით. ამ ერთიანობაში ხა კონკრეტულად ვინ იქნება, ვინ არ იქნება, ამ დეტალებზე რა თქმა უნდა ვისაუბროთ. ყველა მოქმედმა მათ შორის დიდი მადლობა თინა. პრეზიდენტმა მხარი უნდა დაუჭიროს აღნიშნულ პროცესს, იმიტომ რომ ხშირად მისმავენ ხოლმე მაგალითად კითხვას რა იქნება ამ გაერთიანებაში სალომე ზურაბიშვილის როლი და ამ დეტალებზე დამატებით შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, მაგრამ იმისთვის რომ გავიმარჯვოთ, ეს გამოწვევა უნდა ვაქციოთ შესაძლებლობას. თინა ბოკუჩავას უსმენდით, გმადლობთ თინა ჩართვისთვის.